წინასაარჩევნო კამპანია დასრულებულია და ამჯერად არჩევნების შედეგები ქართველ ამომრჩეველთა ხელშია, განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გააკეთა. მისი თქმით, არჩევნების პროცესში ადგილი აქვს ნამდვილ კონკურენციას. ამერიკელი დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ დარღვევებს ადგილი არ ექნება. მისივე განმარტებით ის, რომ ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩებთან ერთად არჩევნებს აკვირდება საარჩევნო პროცესისადმი საერთაშორისო საზოგადოების დიდ ინტერესებზე მიუთითებს. This is my sixth polling station this morning. ეს არის მეექვსე უბანი, რომელზეც მე მოვედი დამკვირვებლის სტატუსით. ძალიან ადრეა ჯერ პროცესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვართ ინფორმირებულები არჩევნების პროცესთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ძალიან მაღალია აქტივობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. შევხედოთ, როგორ წარიმართება პროცესი და მერე გავაკეთოთ შეფასებები. And that is extremely important. As the Dutch ambassador, I've been living here for 3 years. სამი წელია რაც ჰოლანდიის ელჩი ვარ საქართველოში. შემიძლია ეს არჩევნები შევადარო თვითმმართველობის არჩევნებს, რადგან იმასაც ვაკვირდებოდი, აღნიშნავ, რომ ძალიან განსხვავებულია პროცესი მაშინდელთან შედარებით. ახლა უკვე რეალური კონკურენცია გვაქვს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ჯერჯერობით სამი საარჩევნო უბანი ვნახეთ თბილისში. ამიტომ ძალიან რთულია რაიმე დასკვნა გააკეთო. სამი უბნიდან გამომდინარე, თუნდაც თბილისის მდგომარეობაზე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ძალიან ბევრი ხალხი მიდის ხმის მისაცემად. ეს ძალიან დადებითია, მინდა დღის ბოლოს ვნახო, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მისცა ხმა. ამით გვექნება რეალური სურათი და დავინახავთ რა უნდა ქართველ ხალხს. The fact that I'm here with the Dutch and British ambassadors. ის ფაქტი, რომ მე დღეს აქ ვიმყოფები ჰოლანდიისა და ბრიტანეთის ელჩებთან ერთად, ასახავს იმ დიდ ინტერესს, რაც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ამ პროცესში. დღევანდელი არჩევნების შედეგები დამოკიდებულია თითოეული ქართველის ხმაზე. ჩვენ როგორც დამკვირვებლებს თხოვნით მოგმართეს, რათა განვახორციელოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მონიტორინგი და განცხადება გავაკეთოთ ნებისმიერი დარღვევის შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ადგილი არ ექნება დარღვევებს, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, ჩვენ გავაკეთებთ შესაბამის განცხადებებს. იმის მიუხედავად, ვისი მხრიდანაც არ უნდა კონდეს ადგილი დარღვევას. ყველა სურვილია მიღწეულ იქნეს არჩევნების სარწმუნო შედეგები. ყველა მხარის ლიდერმა დაგვარწმუნა, რომ ისინი პატივსცემენ სარწმუნო პროცესის შედეგებს და მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, რათა მათაც პატივისცენ მიღებულ შედეგებს. ჩვენ ამას მოველის და იმსახურებს ქართველი ხალხი. ჩვენ საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ, დობისა და მოთმინებისკენ მოუწოდებთ, სანამ მოხდება ყველა შედეგის დათვლა. ქართველები უნდა ამოყობდნენ დღევანდელი დღით საერთაშორისო საზოგადოება კვლავინდებურად თავის წვრილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერაში. Stay calm.